თუ კი აღარ იარსებებს ქურთა მუშათა პარტია, თუ კი მსგავსი ტიპის მასშტაბური ტერორისტული ორგანიზაცია აღარ იქნება, რომელსაც თურქული სახელმწიფო ბოლო 40 წელიწადია ებრძვის, მაშინ უკვე თურქულ სახელმწიფოს აღარ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ შიდა პოლიტიკის სეკურიტიზაცია მოახდინოს. ანუ შიდა პოლიტიკური პროცესების უსაფრთხოების ჭრილში განხილვა და წარმოება და ჩვენ ბოლო წლებია ძალიან აქტიურად ხედავთ იმას, თუ როგორ იყენებს ტერორისტულ საფრთხეს თურქული ხელისუფლება პოლიტიკური პროცესების სამართავად. ჩვენ ხედავდით მაგალითად როგორ აკავებდნენ სხვადასხვა ქურთულ მუნიციპალიტეტებში არჩეულ მერებს ამ ტერორიზმის ბრალდებით, ასევე როგორ აკავებდნენ სხვადასხვა საჯარო პირებს იგივე ბრალდებებით და ხდებოდა ესეთი საკმაოდ ხისტი და მკაცრი პოლიტიკის წარმოება ტერორიზმის თავის არიდების არგუმენტით, ხო? ასევე PKK-ს გაუქმება საფუძველს იძლევა იმისა, რომ ქურთა დემოკრატიული პარტია თურქეთში აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში და მისი ლიდერი, რომელიც 10 წელზე მეტია უკვე დაკავებულია, სელაჰატინ დემირტაში გათავისუფლდეს და ეს ქურთა პოლიტიკური ხმა უფრო აქტიური იყოს თურქულ პოლიტიკაში. ასევე PKK-ს გაუქმება საფუძველს ქმნის, რომ თავად ოჯალანიც იქნას გათავისუფლებული. საკმაოდ ბევრი მოსაზრება გამოითქვა ამასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ერდოღანის ხელისუფლებას სურს, რომ ქურთების სახით ახალი მოკავშირე შეიძინოს თურქულ პოლიტიკაში. ამ მოსაზრების არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ ქურთებთან ნორმალიზების დღის წესრიგში შემოტანა დაიწყო ერდოღანის პოლიტიკურმა მოკავშირემ ულტრანაციონალისტმა დევლეთ ბაჰჩელიმ, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ თუ კი ოჯალანი მოუწოდებდა საკუთარ ორგანიზაციას განიარაღებულიყო, მაშინ მოხდებოდა ქურთული პოლიტიკური ჯგუფების ნორმალიზება თურქულ პოლიტიკაში და თავად ოჯალანის გათავისუფლებაც. ამ მოსაზრებას თუ განვავრცობთ, შესაძლებელია ქურთებთან დაწყებული ნორმალიზებით რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სურდეს კონსტიტუციური ცვლილებების დღის წესრიგში დაყენება, ქურთებით თურქული ოპოზიციის გარკვეულწილად დემორალიზაცია, მათი გაფანტვა, შეიძლება თუ ესე უფრო შორს წავალ თვითონ ქურთები გახდნენ პოლიტიკური მოკავშირეები ერდოღანის და ერდოღანმა სამომავლოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად და მიეცეს ძალაუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა.